დღეს გთავაზობთ ერთ-ერთი ნაყენის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს არის მწარე წიწაკის ნაყენი, რომლის შესახებაც ინფორმაცია თუ როგორ მოვამზადოთ მაქვს ჩემს წინა ვიდეოში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და უყუროთ და გაეცნოთ ამ ვიდეოს. იქ კიდევ არაერთ ნაყენზეა საუბარი. მწარე წიწაკის მთავარი კომპონენტია კაპსაიცინი, რომელიც იწვევს სიცხარეს, ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალურ ნივთიერებებს და ყველაზე დიდი რაოდენობით კი C ვიტამინს. მცირე კონცენტრაციით გამოყენების დროს არ იწვევს ფუტკრის მოწამვლას, არ კლავს ფუტკარს, აქვს გამაღიზიანებელი ეფექტი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიწოდების დროს დავიცვათ დოზირება. აქვს ასევე ანტიბაქტერიული ეფექტი და შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ ეს ნაყენი სკების, კედლების დეზინფექციისთვის და უფრო მეტად სუფთა სკაში მოვათავსოთ ჩვენი ფუტკარი. დანარჩენს კი ვიდეოში ნახავთ თუ როგორ მოქმედებს და როგორ ვიყენებ მე ამ ნაყენს ჩემი ფუტკრების კვებაში. დღეს კი პრაქტიკულად გაჩვენებთ თუ როგორ ვიყენებ მე მწარე წიწაკის ნაყენს ფუტკრის კვებაში. ეს ნაყენი გამოიყენება გაზაფხულზე. ეხლა თან ვიმუშავებ, თან განმარტავ კიდევ ერთხელ დაწვრილებით თუ რა დაავადებებს კურნალობს ეს ნაყენი ჩვენს ფუტკრებს, რა დაავადებების პრევენციას ახდენს და რა დაავადებების წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს ნაყენი გამოიყენება ფუტკრებში აკარაპიდოზის წინააღმდეგ, ასევე ნოზემატოზის წინააღმდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტკიპების ჩამოსაშორებლად. აკარაპიდოზი ეს ყველა მიცით რომ არის ფუტკრის საყლაპავი მილის ტკიპა, რომელიც აწუხებს ჩვენს ფუტკარს და ამიტომ უნდა მოხდეს ამ ტკიპის მოშორება. ძალიან კარგად მოქმედებს აკარაპიდოზის წინააღმდეგ, ახორციელებს ამ ტკიპების მოშორებას ჩვენი ფუტკრის საყლაპავი მილიდან და ფუტკარით კიდევ უფრო კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს. ასევე მოქმედებს ნოზემატოზის წინააღმდეგ. თუ არა აქვს ეს დაავადება ჩვენ ფუტკარს ახორციელებს მის პრევენციას და ასევე მოქმედებს ტკიპების წინააღმდეგ და ახდენს მათ ჩამოშორებას ჩვენი ფუტკრიდან. ჩვენ ვიცით რომ ტკიპა რომელიც მზის ფუტკარზე ის იკვებება ფუტკრის გემოლიმფით და როდესაც წიწაკიან ნაყენს იღებს ჩვენი ფუტკარი და ახორციელებს მის მიღებას, ეს წიწაკა გადადის ფუტკრის გემოლიმფაში და როდესაც ახორციელებს ტკიპა ჩვენი ფუტკრიდან ამ გემოლიმფის ამოწოვას, წიწაკა ტკიპის საწოვ არხებს წვავს და ხდება ფუტკრიდან მისი მოშორება ძალიან მარტივად და ტკიპა იღუპება შიმშილით, ხოლო ფუტკარი კი რჩება ჯამრთელი. ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს ნაყენი ახდენს დედის სტიმულირებას. რაც შეეხება მის დოზირებას, 1 ლიტრ სიროფზე უნდა გამოვიყენოთ 5 მილიგრამი. ეხლა 10-იანი შპრიცია და 5-მდე გავავსე და ჩავასხი 1 ლიტრ სიროფში. თქვენ შეგიძლიათ 5-იანი შპრიცის გამოიყენოთ და ჩაასხათ 1 ლიტრ სიროფში. ეს სიროფი იქნება ან შაქრისგან დამზადებული, შაქრის სიროფი, ან შესაძლებელია იყოს ასევე თაფლის წყალხსნარი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს გამაღიზიანებელი ეფექტის. ვერ უნდა მოახდინოს ფუტკარმა მისი საკვებად გადაქცევა და უჯრებში ჩასხმა. და ასე უფრო მარტივად და კომფორტულად იღებს ჩვენი ფუტკარი ამ საკვებს და ხდება ტკიპების მარტივად ჩამოშორება. ყველაზე მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ნაყენი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ გაზაფხულზე და არავითარ შემთხვევაში სხვა პერიოდში და მხოლოდ ორჯერადად და კვების გამოტოვებით, იმიტომ რომ ძალიან წარია და დიდხანს რო გავუგრძელოთ ეს კვება, შესაძლებელია ძალიან ცუდი მოვლენები განვავითაროთ
ჩვენს სკეპში. მე აქ საკვებურები მაქვს ჩადებული 1 ლიტრიანი საკვებურები. ეს კი ძალიან კომფორტული ჭურჭელია. არის სალაშქრო ჭურჭელი და არ იხევად, არ ფუჭდება. მარტივად არის 8 ლიტრიანი და უფრო მეტად კომფორტულს ხდის ჩემი ფუტკრის გამოკვებას და მიემარტივებს მათთან სიროფის მოტანას. ციცაკის ნაყენი მოვათავსებთ. სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა ამ ნაყენის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით. მადლობა რომ დრო დამითმეთ. დაველოდებით თქვენს მოსაზრებებს ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს კი დაგემშვიდობებით დროებით.